ეთერში ახალი 12-ზე სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ მგდანის საყრობილი 25,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე დატოვა. მას ციხესთან ახლობლები დახვდნენ. ციხის დატოვების შემდეგ გურამ დონაძემ მადლობა გადაუხადა აჭარის პროკურატურას და პოლიციის ხელმძღვანელობას, რადგან მისი დაკავება კანონის სრული დაცვით მოხდა, რასაც ის არ ელოდებოდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და გურამ დონაძეს აღონიზებად შეუყარდა გირაო 25,000 ლარის ოდენობით. ოჯახმა დღესვე გადაიხადა აღნიშნული თანხა და გურამ დონაძემ დატოვა დაწესებულება. თავს არ ვცნობ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ველოდები რომ სასამართლო იქნება ობიექტური და ყველა გაიგებს სიმართლეს ძალიან მალე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს და არც ვაპირებდი არასდროს დამალვას, უბრალოდ იცით რომ ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ. მოვიძიებთ მასალას, რომელიც ბუტარობაქიძის მკვლელობის ღამე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ განაცხადა, რომელმაც 25,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გდანის ციხე დატოვა. დონაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. მადლობა ყველას ბავშვებო. მე ხვალიდან ვიწყებ ამასალების მოძიებას, შეგროვებას, თუმცა აქვე დავძენ იმას, რომ ინტერნეტშიც არის ძალიან ბევრი კადრები გავრცელებული ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვინ როგორ დაამონტაჟა, ვინ როგორ გამოიყენა, ვინ როგორი კომენტარის შემდეგ რა კადრი ჩასვა, ეს არის ცალკე თემა და ამაზე მოდით ცოტა გვიან ვისაუბროთ ყველამ ერთად. დღეს გირაოს სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მოაღელჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, რომლებიც დონაძესთან ერთად ბუტარობაქიძის საქმეში ფიგურირებენ. ბუტარობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით გურამ დონაძეს აკვეთის ღონისძიებად 25,000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 15,000 ლარიანი გირაო. აკვეთ ღონისძიებად გირაო ბუტარობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გურამ დონაძესთან ერთად შეეფარდა თბილისის ვაკე საბურთალოს სამმართველოს ყოფილ უფროს დავით იაშვილს, ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროს ირაკლი ფირცხალავას და ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროს ალექსანდრე გვაზავას. ამასთან მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ზაზა ბაქრაძეს, რომელიც მიმალოში იმყოფება, მოსამართლის გადაწყვეტილებით შეუჩერდება პასპორტის მოქმედება. პროკურატურამ ბუტარობაქიძის საქმეზე ბრალი ზურაბ მიქაძეს, გურამ დონაძეს, დავითაშვილს, ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავას, ლევან გვაზავას და ზაზა ბაქრაძეს 8 თებერვალს წაუყენა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება 8 თებერვალს გაავრცელა. აღნიშნულ პირებს ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა შეედებათ. ბუტარობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტარობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძის დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიმართ 100 ლარიანი ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაცია და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის დადგენილებით წვრილმანი ხულიკნობის ჩადენის ფაქტზე მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე სამართალდამტოვებად ცნეს და ადმინისტრაციული სახდელის სომა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით განესაზღვრათ. რუსეთის რასპატრებნადზორის ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო რუსულ მედიასთან საუბარში იმ მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტად მყოფ ქართულ დელეგაციასთან ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნებას შეეხება. ონიშენკო ქართულ მხარეს არადამიმდევრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას ქართული მხარე კვლავ არ ასრულებს. Прийти на российский рынок. У нас в этот понедельник с грузинской делегацией. ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას ვუთხარით, რომ გვაქვს 52 ქართული საწარმოს სია, რომელიც მის ვიზიტამდე გაგვაჩნდა და რომლებიც ჩვენთან სათანამშრომლოდ მზად იყვნენ.
შევთანხმდით, რომ ქართული მხარე გაეცნობა სიას და უკვე მომავალ ორშაბათს ჩვენი ექსპერტები სამი ჯგუფის სახით გამოემგზავრებოდნენ საქართველოში. სამწუხაროდ დღეს უკვე შაბათია, მაგრამ ქართული მხარისგან ამ დრომდე არ მიგვიღია მათი პოზიცია. ეთანხმებიან თუ არა იმ საწარმოთა სიას, რომელიც ჩვენ მათ მივაწოდეთ. მოლაპარაკებებზე ნამდვილად ქართველებს ვესაუბრე და იქ ყველაზე დიდი ქართველი მე გახდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გვარი ონიშენკოა. უკვე მე რამდენად მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმების მიუხედავად ისინი მას არ ასრულებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ 8 ფევრალს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მინდა განმაცხადა, რომ მზად ვარ პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუწია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ, აღნიშნულია განცხადებაში. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის დამფუძნებელთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა თამაზ თურმანიძის კანდიდატურას გამოუცხადეს, თუმცა მურმან დუმბაძის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ნეპოტიზმის მორიგი მცდელობის ფაქტი ფიქსირდება. მიმართვაში, რომელსაც პარტიის დამფუძნებელთა ნაწილი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ პოლიცსაბჭოს კანდიდატის ჩანაცვლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნათესავის ლაშა სირაბაძის კანდიდატურით უნდა მოხდეს, რადგან ის იოლად მართვადი პიროვნებაა. როგორც პრემიერ-მინისტრის მიმართვაშია ნათქვამი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი პოლიცსაბჭოს კანდიდატურაზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა დავით უსუფაშვილმა და ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იოარს ერიks კლანინსმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლატვიის დელეგაცია საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან. მეტროპოლიტენის თანამშრომლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოძრაობა ერთსულოვნების აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეები აცხადებენ, ისინი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შავი არშიების მშვიდობიან აქციას იწყებენ. აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ მოვლენებს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია დაფასებენ და შინაგან საქმეთა მინისტრ ფაქტის სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათი ვეთქმით, ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, თუმცა პროტესტის ნიშნად შავ ლენტებს პრეზიდენტის გადადგომამდე ატარებენ. უერთდებით მოძრაობა ერთსულოვნებას ჩვენი ხელმოწერებით, ჩვენი აზრით, რომ 20 იანვარს ლეგიტიმურად ამოეწურა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის თავისი პრეზიდენტობის ვადა. ვითხოვთ მის გადადგომას. მთელ ხალხს, მთელ ერს ქართველობას მოუწოდებ ერთსულოვნებას შემოუერთდნენ დაგვიდგინა მხარში. ეს ადამიანი აღარ გვჭირდება. მოგიწოდებთ დღეიდან ყველამ მარჯვენა მკლავზე შევიბნიოთ შავი არშია. რითაც დავანახებთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს, თან ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ. პატივიცენ ქართველი ერის არჩევანს და თავს უგვახვევენ თავის ამბიციებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კომპანია Highgate Global Corporation-ის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში ჯონ ჩიკბულს შეხვდა. ამერიკული კომპანია პროექტებს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში ახორციელებს. როგორც ჯონ ჩიკბულმა აღნიშნა, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების ჩადებით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობით. არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელსაც შეუძლია ამერიკიდან, ექსიმ ბანკიდან მოიზიდოს რამდენიმე 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია. უკვე შეინიშნება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების გამოსაცვლება და ესეც დამატებითი ინვესტიცია იქნება იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ბიზნესი და შესაბამისი მიმართულებები. მე ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ სან-ფრანცისკოდან და აქ წარმოვადგენ ჩემს კლიენტს Highgate Global Corporation-ს. ჩვენი მიზანია საქართველოში ინვესტიციის ჩადება და ამ ქვეყნის რესურსების ათვისება. აქციაში გაიღეს სისხლი გადაარჩინეს სიცოცხლე თბილისის საქალაქო სასამართლო ერთვება. 15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები დღეს სისხლს გაიღებენ. უანგარო დონორაციის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის მობილური ჯგუფები უწყების თანამშრომელთათვის ადგილზე იმუშავებენ.
უნდა გავიღოთ სისხლი, რათა დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. სტატისტიკურად რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ყოველწლიურად ვლინდება ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა და სწორედ აღნიშნული სავალალო სტატისტიკის გასაუმჯობესებლად არის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავს აქციებში მონაწილეობა. მე მოხარული ვარ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავად გამოიჩინა ინიციატივა, რომ ჩართულიყო ამ აქციაში. საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან მსურველები. მე ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება რეკორდიც კი მოხსნან, ერთი თვე ეს აქცია გრძელდება და მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო სამსახურს, ასევე ბიზნეს სექტორს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში, გაიღოთ სისხლი. 2013 წლის 9 თებერვალს გორში ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლევან პიცკინაშვილმა 1991 წელს დაბადებული გოგონას სიკვდილს გადაარჩინა, რომელიც სტალინის გამზირზე ეგრეთ წოდებული სადგურის ხიდებთან თვითმკვლელობის მიზნით მდინარე მტკვარში გადახდა. ამ ფაქტ შემთხვევით ლევან პიცკინაშვილი შეესწრო, იგი დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და გოგონა წყლიდან უვნებლად ამოიყვანა. ამ დროისთვის გოგონას სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. მისი განმარტებით თვითმკვლელობა მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოების გამოსცადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხრით მიმდინარეობს. საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ოჯახში პრობლემები მაქვს, მაგრამ გადავხდი წყალში და მაშინ მოვიდნენ ჩემთან სახმარებლად. მოძრაობის სტალინის გამზირზე, რა დროსაც შემნიშნეთ, რომ ახალგაზრდა გოგონა გადახდა მდინარე მტკვარში, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით. სასწრაფოდ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და მოახერხეთ მისი უვნებლად გამოყვანა. ამჟამად გოგონას სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. რუსთავში ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლები სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ, პრობლემას მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია, რაც სასმელი წყლის მილები დაზიანებულია და პრობლემით არავინ ინტერესდება. ამას ისიც ემატება, რომ დაზიანებული მილიდან წყალი ჟონავს და საცხოვრებელი სახლების სარდაფები წყლით ივსება. ადგილობრივები შიშობენ, რომ სარდაფებში დაგროველმა წყალმა შეიძლება საცხოვრებელი სახლი მთლიანად დააზიანოს. მოქალაქეების სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხო შესრულებაზეც საუბრობენ. მათი თქმით, მილების შეცვლა მთლიან მაგისტრალს ესაჭიროება და დაზიანებული მილის მხოლოდ შედუღება პრობლემას ვერ აღმოფხრის. რუსთავის წყალში კი აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დასრულდება. ასე დაგუწყვეტავენ წყალს, ცოტა ხნით 1-2 საათი მოგცემენ, მერე სულ აღარ აგვაქვს წყალი. რამდენ ხანს მოვითმენთ? კლავები გვაქვს დაგრძელებული სხვადასხვა უბნებიდან წყლის ზიდვას მთელი წლები, ეხლა კი არა მარტო. ავდიოდი ზემოთ კერძო ბინებიდან ჯდავდეს წყალს. 4 წელია წყალი დგია, ასტაია უარებაში. მიმართეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქვს რომ მოვიდეთ და სამუდამოდ დაადგეს საშუალება. ყოფილი პოლიტპატიმრები ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების მიმართ, რომლებიც მათ პოლიტპატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ფულის გადახდაში ადანაშაულებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეკმავენ. ამის შესახებ დღეს ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ადამიანების უფლებადამცველმა განმარტა, ეს ადამიანები დღემდე სამართალს ეძებენ და თავიანთ საქმეებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ. ნანა კაკაბაძე ასევე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტებსაც შეეხო. დღეს მე გული მტკივა, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება ვინაიდან ის იყო ხელისუფლება და ესენიც არიან ხელისუფლება, რაღაც კოლეგიალურ მომენტს მაინც გრძნობს ხელისუფლება იმ ძველი წინა ხელისუფლების მიმართ და ცდილობს, რომ მოდი საზოგადოების ხარჯზე მოხდეს მათი დანაშაულის დაფარვა. ეს არ მოხდება. ერთადერთი ტორმუზი არის ბიძინა ივანიშვილი. და ბიძინა ივანიშვილი არის ტორმუზი ამ ადამიანების, იმიტომ რომ ეს ადამიანები იძახიან, რომ რაც მოხდა, მაგრამ ამ ადამიანებმა ჩვენ გვაჩუქა სიცოცხლე, მაგრამ სიცოცხლე არა მარტო იმ ნიშნით, რასაც სიცოცხლე ქვია, არამედ სხვა ღირებულებით აჩუქა ამ ხალხს სიცოცხლე და ჩვენ მის წინაშე ვალდებული ვართ. რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად ასევე თანახმავარ მივიდა პარლამენტში და იქიდან მიმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.
ჩვენი როგორც არჩეული ლიდერების ისტორიული პასუხისმგებლობა ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში, აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. მისი ვეთქმით ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. ის რაც 8 თებერვალს მოხდა ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს, პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. ეს იყო ახალი 12-ზე, მე 3 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.